How can we sing when we're never sober? Don't know when to stop, so it's never over. I know that we are bad for us, but doesn't being bad feel good? Burning for days like a supernova. გავიზარდე მამოთ და ბავშვობიდან მიწევდა რომ ყოფილიყავი ძლიერი და დამოუკიდებელი. სკოლაში, როდესაც პრობლემები მქონდა ხოლმე უფროს კლასელებთან, მიწევდა ხოლმე ჩემი თავის დაცვა, რომ ზედმეტი არ გაებედათ ჩემთვის. ჩამომიყალიბდა ძლიერი ხასიათი, მაგრამ ამავდროულად ემოციური და იმპულსური, იმიტომ რომ ვიღაცა რომ რაღაცა ისეც მეუბნება, რაც ხვდები რომ ანუ არ ხარ მართალი ჩემთან, არ ხარ სწორი, გადავდივარ შეტევაზე, იმიტომ რომ ეს თავდაცვის ინსტინქტია ჩემთვის რეალურად. შეიძლება ჩანვარ უხეში მიწოლი ზედმეტად, მაგრამ ჩემში არის კიდევ მეორე მხარე, ნაზი, როჯინა, ბარბი, გოგო, რომელსაც არ უნდა რომ იყოს პრინცესა, რომელიც რომანტიკით ცხოვრობს, უყვარს მუსიკა, უყვარს მარტოსეირნობა, უყვარს ტყე, ბუნება, ხო, ასეთი ქრისტეც არის ჩემში. დედას მოუწია რამდენჯერმე ემიგრაციაში ყოფნა. მე უკვე მარტო გადავედი საცხოვრებლად და დავიწყე მუშაობა, თავს სწავლობდი რა თქმა უნდა და ჩემით ვაკეთებდი ყველაფერს. ყოველს ვფიქრობდი იმას, რომ ქრისტე იყავი ძლიერი, მოვა ის დრო, როდესაც ყველაფერი გექნება და ასეც მოხდა. ახლა ბევრად უფრო ძლიერი ვარ. ქრისტე, რომელსაც სჭირდება, რომ მასზე ისრუნონ, ჩაეხუტონ, მოეფერონ, რომ კიდევ უფრო ძლიერად და დაცუდოთ ფიქრსა თავი, იმიტომ რომ ალბათ მაკლდა თავის დროს ეს ყველაფერი. დედა ყოველთვის ჩემ გვერდით იყო, ყოველთვის გვერდში მეკა, მაგრამ სულ სხვარი მამის სიტყვა და მამის მხარდაჭერა და ზურგი და ალბათ ეს რომ მაკლდა. ამიტომ ვარ აი ეს ზედმეტად უხეში ხოლმე, რაც არ მომწონს ჩემ თავში ეს ხუთაშორის. კი, ძლიერი ვარ, მაგრამ უფრო მეტად მინდა რომ ჩემი ნაზი მხარეები ჩანდეს.